სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატს და ამ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 300 მეშვიდე პირველი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ესენია საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონმდებლობა 1991 წლიდან ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ნორმა 2007 წელს კოდექსიდან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ამოიღეს. ფაქტობრივად ერთი აბზაცი არის ეს კანონი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლს ადგენს. და ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს, ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება სისხლის სამართლის კოდექსში, ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი, გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი საქართველო და დაუტოვოთ მომავალ თაობებს. კონკრეტულ სანქციას ეს ცალკე არ ითვალისწინებს, ეს არის კრებსითი სახელი მთელი რიგი დანაშაულებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კრებსითობა და ეს სახელდება დაბრუნდეს. ეს მნიშვნელოვანია ზუსტად იმიტომ, რომ როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის გარკვეული ტიპის დანაშაულს, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის ეს დანაშაული, ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს დანაშაული, როცა არის მიმართული ჩვენი სამშობლოს, მისი მომავლის, მისი თვითყოფადობის წინააღმდეგ.